879 ამოცანა. რა მიმართულებით შემოbrunდება მაგნიტური ისარი კონტურში, რომელშიც დენი 113 სურათზე ნაჩვენები მიმართულებით გადის. მოკლედ ესე იგი, აი ეს მაგნიტური ველის მიმართულებები მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული მარჯვენა ბურღის წესი. ეს ბურღის წესით ნახეთ რაში მდგომარეობს. აი მარჯვენა ბურღი არის ესეთი რამ, ახლა რომლითაც შეიძლება თქვათ აი ღვინიდან ღვინის ბოთლიდან საცობი ამოვიღოთ და ასე შემდეგ. ან მარჯვენა ხრახნი, რა ვიცი, ეს ერთნაირად იყენებენ ხოლმე ორივე საგანს, მოით ასე ვიტყოდი. მარჯვენა ბურღის წესით ნახეთ რაში მდგომარეობს. ესე იგი, მაგას სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იყენებენ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვაქვს თქვათ დენი, აქვს თქვათ რაღაცა მიმართულება. აი წარმოვიდგინოთ, რომ აი ესეთნაირად, რაღაცნაირად აი ამ ხვიაში გადის დენი. ესე იგი, თუ ჩვენ ბურღის ტარს ისე ვაბრუნებთ, როგორც რა მიმართულებაც დენს აქვს, ესე იგი კონტურში, მაშინ მარჯვენა ბურღზე არის ლაპარაკი. მაშინ ბურღის ისრის მიმართულება დაემთხოვა მაგნიტური ველის მიმართულებას. მაგნიტური ველის მიმართულება ის ძალწირები, როგორც ვიცით, ესე იგი შეკრული არის, ესე იგი და ამიტომ აქ არის ლაპარაკი, აი თქვათ აი ამ სიბრტყეში, ესე იგი თუ თქვათ აი ტარს ვაბრუნებთ ესეთნაირად, აი რა ვიცი, თუ ხედავთ თქვენ ესე იგი ხელს როგორ ვაბრუნებთ, აი კალმისტრის ისარი ზუსტად მიჩვენებს ველის მიმართულებას. ველის მიმართულება არის, ესე იგი, n-დან s-ისკენ მიმართულება. ეს მაგნიტის გარეთ არის, ხოლო მაგნიტის შიგნით პირიქით აქვს მიმართულება, იმიტომ რომ ძალწირები შეკრული არის. ახლა ასეთ შემთხვევაში, ესე იგი, თვითონ აი ამ ესე იგი ველის აი ამ დენის მიერ შექმნილი ველის მიმართულება, აი თქვათ ესეთნაირად შეიძლება წარმოვიდგინო, ესე იგი ის არის, ესე იგი, როგორც თქვით, ესე იგი, აქ არის n პოლუსი, აქ იქნება s პოლუსი, რა თქმა უნდა, ეს მერე ძალწირები სადღაც, ესე იგი, ჩაიკეტება და, აი მაგალითად აქ სხვა მიმართულება ექნება. მაგრამ აი თვითონ კონტურის გარშემო, ესე იგი, n-დან s-ისკენ მიმართულება ექნება. ამიტომ, ესე იგი, თქვათ, ცხადია, რომ ახლა აქ თუ მაგნიტური ისარს მოვათავსებთ, ესე იგი, აი ის ესეთნაირად უნდა განლაგდეს, როგორც მე დავხატე. ხო, ანალოგიურად ახლა მაგალითად, თქვათ, შემდეგ ამოცანაში არის, აი ნახეთ, დენის კონტური, თქვათ, ესეთნაირი არის. წარმოვიდგინეთ, ეს არის მიმყვანი სადენები, აი თქვათ, დენი, აი თქვათ, აქედან შემოვიდა, ესე იგი, ესე დატრიალდა და აქედან გავიდა დენი. ახლა აქაც ანალოგიურად, ესე იგი, თქვათ, დენი ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით, აი ჩვენ უნდა ბურღი ესეთნაირად ვატრიალოთ და აი რაღაცა ესეთი მიმართულება ექნება წვერის გადაადგილების მიმართულებას. ამიტომ იქნება n-დან s-ისკენ მიმართულება იქნება ესეთნაირად განლაგებული. ყველა ეს ამოცანები, თქვათ, 79, მე-80, 81, 82, ყველა ეგენი აი ამ პრინციპზე არის, ესე იგი, აგებული, ესე იგი, ბურღის წესის გამოყენებით თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სწორად დაადგინოთ მაგნიტური ველის მიმართულება. კარგით, გადავიდეთ 893 ამოცანაზე. მაგნიტურ ველში მოთავსებულია 1 სმ² ფართობის ჩარჩოზე მაგნიტურ ველში მოთავსებული 1 სმ² ფართობის ჩარჩოზე მოქმედებს 2 მიკრონიუტონ მეტრის ტოლი მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტი. ჩარჩოში გამოვალი დენის ძალა 0,5 ამპერია. იპოვეთ მაგნიტური ველის ინდუქცია. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი ფართობის ზომა არის 1 სმ², ანუ ეს არის 10 - 4 მეტр კვადრატი.
მაბრუნებელი მომენტი m-ი დაუნიშნოთ, ეს არის 2 მიკრონიუტონი გამრავლებული მეტრზე, ესე იგი 2 მიკრონიუტონი მეტრზე, ეს რო გადავიყენოთ ნიუტონ მეტრებში, გვექნება 2 10-6 ხარისხად ნიუტონი გამრავლებული მეტრზე. და გამავალი დენი ზალა, ესე იგი I არის 0.5 ამპერი. და გვეკითხებიან როგორი არის მაგნიტური ინდუქცია, B არის კითხვის ნიშანი. ეს არის მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტი. გავიხსენოთ, რომ მაქსიმალურ მაბრუნებელ მომენტთან ინდუქცია დაკავშირებულია ეგეთი ფორმულით. M მაქსიმალური არის B I S, სადაც B არის მაგნიტური ველის ინდუქცია, I არის ჩარჩოში გამოვალი დენი, ხოლო S არის ჩარჩოს ფართობი. აქედან B-ს პოვნა ძალიან მარტივია, იქნება M მაქსიმალური შეფარდებული I-ზე და S-თან, S-ის ნამრავლთან. რიცხვებს გამოთვლით თქვენ თვითონ. 894 ამოცანა. 400 სანტიმეტრი კვადრატი ფართობის ჩარჩო მოთავსებულია 0.1 ტესლა ინდუქციის მაგნიტურ ველში, ისე რომ ჩარჩოს ნორმალი ინდუქციის წირების მართობულია. დენის ზალის რა მნიშვნელობის დროს იმოქმედებს ჩარჩოზე 20 მილინიუტონ მეტრი მაქსიმალური მომენტი. ჩავწეროთ მოცემულობა ისევ, ესე იგი მოცემული არის S-ი უდრის 400 სანტიმეტრ კვადრატს, ანუ ეს არის 400 10-4 ხარისხად მეტრ კვადრატი. მაგნიტური ინდუქცია B არის 0.1 ტესლა. ესე იგი მაბრუნებელი მაქსიმალური მომენტი არის 20 მილინიუტონ მეტრი, ანუ 20-10-3 ხარისხად ნიუტონ მეტრი. და გვეკითხებიან რა დენი გადისო ამ შემთხვევაშიო ჩარჩოში. ისევ იგივე ფორმულით ვსარგებლობთ, ესე იგი M მაქსიმალური მოიცემა ფორმულით B I S, აქედან იქნება M მაქსიმალური შეფარდებული B S-თან. 895 ამოცანა. 895 ამოცანა. 200 ხვის მქონე ბრტყელი მართკუთხა კოჭა, რომლის გვერდებია 10 სანტიმეტრი და 5 სანტიმეტრი, მოთავსებულია 0.05 ტესლა ინდუქციის მაგნიტურ ველში. რა მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტი იმოქმედებს ამ ველში კოჭაზე, თუ მასში დენის ზალა 2 ამპერია. მოცემულია, რომ ხვიათა რიცხვი არის, ესე იგი 200-ის ტოლი, ზომები ხვიისაა, L არის, ესე იგი 10 სანტიმეტრი და D არის, ესე იგი, სიგრძე სიგანე, D არის 5 სანტიმეტრი. სანტიმეტრი. ხო, გამავალი დენი ხვიებში არის 2 ამპერის ტოლი და როგორი იქნება მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტი. თუ 200 ხვია არის, ესე იგი, შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე, რომ თითქოს ფართობი გვაქვს ეფექტურად თქვა 200 ჯერ გაზრდილი. ამიტომ M მაქსიმალურისთვის შეგვიძლია ვისარგებლოთ ეგეთი ფორმულით. B I N ჯერ S0. აქედან ამ ფორმულიდან შეგვიძლია დავთვალოთ, სადაც S0 იქნება L გამრავლებული D-ზე, ანუ ეს გამოვა 10 გამრავლებული 5-ზე სანტიმეტრ კვადრატი, ანუ 50 სანტიმეტრ კვადრატი, რაც იგივეა 50 10-4 მეტრ კვადრატზე. და ამ ფორმულიდან დავადგენთ. 896. 60 სანტიმეტრ კვადრატი განიკვეთის ფართობის მქონე კონტურის შიგნით მაგნიტური ნაკადი 0.3 მილივებერია. იპოვეთ ველის ინდუქცია კონტურის შიგნით, ჩათვალეთ, რომ
ველი ერთგვაროვანია. მოცემულია რომ S-ი არის, ესე იგი 60 სანტიმეტრი კვადრატი. ნაკადის ნიშნულობა არის 0,3 მილივებერი. უნდა ვიპოვოთ ინდუქცია. აქ ცხადია იგულისხმება, რომ აი ამ კონტურში, ესე იგი, რადგან შიდა ველზე არის ლაპარაკი, ის კონტურის პერპენდიკულარულია, ასე რომ ალფა არის, ესე იგი, 90 გრადუსი. ესე ალფა გააჩნია, ესე იგი თქვა, ალფა ეს არის კუთხე ფართობის ნორმალსა და მაგნიტურ ველს შორის, ესე იგი და ეს ალფა კუთხე იქნება 0 გრადუსი. ესე იგი, ალფა არის კუთხე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი თქვა ეს თუ ფართობი არის, აი ფართობის ნორმალი, ეს კი პერპენდიკულარი ფართობისადმი არის, თქვა, აი ეს n-ით აღნიშნოთ ეგა და მაგნიტური ველის ინდუქცია, თქვა, ესეთნაირად არის მიმართული და აი ეს კუთხე არის მათ შორის, ესე იგი ალფა. და φ-ის ფორმულა არის bs კოსინუს ალფა. ამ შემთხვევაში ალფა არის 0 გრადუსი, ამიტომ φ-ისთვის გვექნება bs-ი უბრალოდ. ხო, ახლა ჩვენ გვთხოვენ, ესე იგი b-ისი ტოლი არისო. ცხადია b-ს ტოლი იქნება φ შეფარდებული S-ზე. ახლა აქ უნდა თავის ერთეულებში გადავიყვანოთ ყველაფერი, ესე იგი, S-ი იყო 60 სანტიმეტრი კვადრატი, ანუ ეს არის 60 10-4 მეტრი კვადრატი, ნაკადი იყო 0,3 მილივებერი, ანუ 0,3 10-3 ვებერი. და ამ რიცხვებს შევიტანთ და გამოვთვლით მაგნიტურ ინდუქციას. 897 ამოცანა. რას უდრის მაგნიტური ნაკადი, რომელიც 50 კვადრატ სანტიმეტრი ფართობის ბრტყელ ზედაპირს გამჭოლავს, თუ ველის ინდუქცია 0,4 ტესლაა. სხვადასხვა ვარიანტები არის. ეს ზედაპირი ველის ინდუქციის ვექტორის მართობულია. მეორე ვარიანტი არის ინდუქციის ვექტორის მიმართ 45 გრადუსითაა მოთავსებული, ინდუქციის ვექტორის მიმართ 30 გრადუსი ვექტორით არის მიმართული. ჩავწეროთ ეს იგი მოცემულობა, ესე იგი S-ი არის 50 სანტიმეტრი კვადრატი, აქვე გადავიყვანოთ მეტრ კვადრატებში, 50 10-4 მეტრი კვადრატი, B არის 0,4 ტესლა და როგორი არის ნაკადი? φ არის კითხვის ნიშანი. პირველ შემთხვევაში ფართობი ველის ინდუქციის ვექტორის მართობულია. თუ ესე იგი, აი ეს ფართობი არის ეგეთი, თვითონ ფართობი ველის ინდუქციის ვექტორის მართობულია. ეს ნიშნავს, რომ ნორმალსა და b-ს შორის, ესე იგი n-სა და b-ს შორის კუთხე არის 0-ის ტოლი. ამიტომ პირველ შემთხვევაში ვისარგებლებთ ფორმულით. φ არის bs-ი კოსინუს 0 გრადუსი გამოვა bs-ი. პირველ შემთხვევაში აი ესეთნაირად გამოვთვლით. მეორე შემთხვევაში b ინდუქციის ვექტორის მიმართ ფართობი 45 გრადუსს ადგენს. ესე იგი n-ი ადგენს b-ს, თუ ფართობი ადგენს b-სთან 45 გრადუსს, ეს ნიშნავს, რომ თვითონ n-იც b-სთან ადგენს 45 გრადუსს. ესე იგი ალფა ასეთ შემთხვევაში იქნება 45 გრადუსი. და φ b შემთხვევაში იქნება bs-ი კოსინუს 45 გრადუსზე. ანუ bs-ი ფესვი 2-დან 2-ზე. g შემთხვევა არის ეგეთი, რომ
ინდუქციის ვექტორის მიმართ 30 გრადუსით არის მიმართული ფართობი. ეს იგი თუ ფართობი 30 გრადუსით არის მიმართული, მისი ნორმალი ადგენს 60 გრადუსიან კუთხეს. ამიტომ G შემთხვევაში იქნება BS-ი კოსინუს 60 გრადუსზე, ანუ ეს არის BS-ი ფესვი 3-დან 2-ზე. ნუ 898 ამოცანა საზეპირო ამოცანები არის. ესე იგი, ახლა აქ მე უბრალოდ თვითონ პრინციპს აგიხსნით, ესე იგი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ამოცანები, თქვათ 898-ში აქ უნდა გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ამპერის წესის მიმართულება. ამპერის ძალის მიმართულება. ძალის მიმართულება. ესე იგი, ამპერის ძალის მიმართულების, ჯერ ესეთი გაგახსენებთ რა არის ამპერის ძალა. ამპერის ძალა ეს არის ძალა, რომლითაც მაგნიტური ველი მოქმედებს L სიგრძის გამტარზე, რომელშიაც გადის რაღაცა I-დენი. ფორმულა არის ეგეთი: BI-L სინუს ალფა. ესე იგი, იგულისხმება, რომ L სიგრძის გამტარი მოთავსებულია მაგნიტურ ველში და აი ამ გამტარში გადის, ესე იგი, I-დენი. და თუ ეს გამტარი, ამ დენი ადგენს, ესე იგი, რაღაცა ალფა კუთხეს მაგნიტურ ველთან, მაშინ ესე იგი ძალა, ამპერის ძალა მოიცემა ამ ფორმულით. ეს რაც შეეხება სიდიდეს. ხოლო რაც შეეხება მიმართულებას, აქ უნდა გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული მარცხენა ხელის წესი. მარცხენა ხელის წესი. ეხლა რაში მდგომარეობს მარცხენა ხელის წესი? ესე იგი, ჩვენ მარცხენა ხელი ისე უნდა განვალაგოთ, რომ ხელის გულში შედიოდეს მაგნიტური ველის ძალწირები. ესე იგი, პირველი, ხელის გულში უნდა შედიოდეს მაგნიტური ველის ძალწირები. მეორე, ესე იგი 4 თითი უნდა მივმართოთ დენის მიმართულებით. და მესამე უკვე პასუხია. მაშინ 90 გრადუსით გაშლილი ცერათითი გვიჩვენებს ამპერის ძალის მიმართულებას. მოდით რა ვიცი, ახლა რაღაცა ვარიანტები განვიხილოთ. აი თქვათ, ერთ-ორ ვარიანტს განვიხილოთ. თქვათ, მაგნიტური ველის ძალწირები ესეთნაირად არის მიმართული, ეს B-ები არის. და თქვათ, მაგნიტური ისა რა ქვია, გამტარი გვაქვს რაღაცა L სიგრძის გამტარი, რომელშიაც დენი გადის, აი თქვათ, ქვევიდან ზევით. აი ესეთი მიმართულება აქვს დენს. ეხლა რომ გამოვიყენოთ მარცხენა ხელის წესით, ნახეთ როგორ უნდა განვალაგოთ. ესე იგი, ნახეთ, მარცხენა ხელის გულში ძალწირები შედიან. როგორც მე ახლა მაქვს ნაჩვენები. 4 თითი მივმართე დენის მიმართულებით. აი ცერათითი მიჩვენებს ამპერის ძალის მიმართულებას. ამიტომ ამპერის ძალა იქნება, აი ეს იქნება ამპერის ძალა, ესე იგი, ამპერის ძალა იქნება აი ამ სიბრტყის პერპენდიკულარულად და არის მიმართული ნახაზში. ესე იგი, ნახაზში შედის, ესე იგი, ის არის თითქოს. აი ძალა იქნება მიმართული ნახაზში. ახლა ამ შემთხვევაში ესე არის. ახლა თუ შევაბრუნებ მე, ესე იგი, დენის მიმართულებას, მაშინ ნახაზიდან იქნება, ესე იგი, თქვათ, აი მაშინ ხელი ესე უნდა განვალაგო. ალბათ ხედავთ თქვენ მაგას. მოკლედ, ესე იგი, საკმაოდ მარტივია, ეგ უბრალოდ რამოდენიმეჯერ გაივარჯიშეთ და ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება შემდეგს. ესე იგი, რომ თუ დენის მიმართულება და B-ს მიმართულება ემთხოვა ერთმანეთს,
ემთხვევა. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ალფა არის 0 გრადუსი. მაშინ ამპერის ზალა არ მოქმედებს. მაშინ ამპერის ზალა უდრის 0-ს. ნუ არის ხოლმე ეგეთი ამოცანები, რომ თითქოს კაი მარცხენა ხელით უნდა დაადგინო ძალის მიმართულება და ისეთი ვარიანტი არის შერჩეული, რომ ალფა არის 0 გრადუსი და ნუ ესე იგი ბავშვები წვალობენ თითქმის ხუმრობით ხელის ამოგდებამდე და არაფერი არ გამოზდით. უბრალოდ იმიტომ, რომ ის ვარიანტი არის მოცემული, როდესაც ალფა არის 0 გრადუსი. ამ დროს უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ არავითარი ამპერის ზალა მაშინ ესე იგი არ მოქმედებს. კარგით, აბა მოდით ახლა 890 ამოცანა. გამოთვალეთ იმ მაგნიტური ველის ინდუქცია, რომელშიც 5 სანტიმეტრ აქტიური სიგრძის გამტარზე 50 მილინიუტონ ძალა მოქმედებს. დენის ზალა გამტარში 25 ამპერია. გამტარი ველის მაგნიტური ინდუქციის მართობულადაა მოთავსებული. ჩავწეროთ ეს იგი მოცემულობა. ეს იგი ელი არის 5 სანტიმეტრი, ესე იგი გამტარის აქტიური სიგრძეზეა ლაპარაკი. ძალა, თვითონ ძალა არის 50 მილინიუტონი, ანუ ეს იგივე 5 სანტიმეტრი ეს არის 0.05 მეტრი. 50 მილინიუტონი 50 10 მინუს 3 ნიუტონი. დენის ზალის სიდიდე არის 25 ამპერი. ახლა ყურადღებით შევხედოთ, როგორი არის მიმართულებაზე რა არის ნათქვამი. გამტარი ველის მაგნიტური ინდუქციის მართობულად არის მოთავსებული. ნუ აი დაახლოებით ეს ვარიანტი არის, რომელიც მე მაქვს ესე იგი მოცემული. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ალფა არის 90 გრადუსი და სინუს 90 გრადუსზე ცხადია, რომ ერთის ტოლია. ხოლო ჩვენ აქ უნდა დავადგინოთ B. ეს იგი ამპერის ზალის ფორმულის თანახმად ეს არის BEL სინუს ალფა. ალფა ამ შემთხვევაში არის 90 გრადუსი და სინუს 90 გრადუსზე არის ერთის ტოლი და გვექნება F ამპერის არის BEL და აქედან B გამოდის ამპერის ზალა შეფარდებული B-ზე და I-ზე და L-ზე. ეს იქნება გამოსათვლელი ფორმულა. რვას 91 ამოცანა. რა ძალით მოქმედებს 10 მილი ტესლა ინდუქციის მაგნიტური ველი 0.1 მეტრი აქტიური სიგრძის გამტარზე, თუ მასში დენის ზალა 50 ამპერია. აბა ეს ხო გავაკეთეთ, ბოდიში. არა, ეს სხვა იყო 90 მეათე იყო, ბოდიში, 91. რა ძალით მოქმედებს, ესე იგი აქ B არის მოცემული, B არის ესე იგი 10 მილი ტესლა, ანუ 10 გამრავლებული 10 მინუს 3 ტესლაზე. ნუ ეს გამოვა 10 მინუს 2 ტესლა. სიგრძე L არის 0.1 მეტრი და დენის ზალა არის 50 ამპერი. და როგორი არის ძალა? ამპერის ზალა რამდენი არის? რაკაც კუთხე ალფა არის 90 გრადუსი. სარგებლობთ ამპერის ფორმულით BEL სინუს პირდაპირ დავწერ 90 გრადუსი, ანუ ეს F ამპერის გამოვა BEL და ამ ფორმულიდან გამოვთვლით ამპერის ზალას. 892. M მასისა და L სიგრძის AB გამტარი დაკიდებულია წვრილ მავთულზე.
დენის გავლისას გამტარი ერთგვაროვან მაგნიტურ ველში გადაიხარა ისე, რომ მავთულებმა ვერტიკალთან ალფა კუთხე შექმნეს. იქ სურათი არის, ესე იგი. იპოვეთ მაგნიტური ველის ინდუქცია, თუ შესაძლებლობა გექნებათ ჩაატარეთო, ესე იგი, ცდაო, ლაბორატორიული ცდაო, ხო ამას ჩვენ ვერ ჩავატარებთ. მოცემულია L სიგრძის გამტარი არის, რომლის მასა არის m. ეს გამტარი არის AB ეგ სურათზე რომელიც იქნება და გადაიხარა რაღაცა ალფა კუთხით. ეს უნდა ვიპოვოთ მაგნიტური ველის ინდუქცია. B არის კითხვის ნიშანი. მოდი დავხატოთ ახლა ეს სურათი. ახლა აქ მაგნიტური ველის ძალწირები არის ზევიდან ქვევით მიმართული. შეხედეთ? ახლა მოდი დავხატოთ კვეთს დავხატო. აი თქვა ჯერ სანამ აი თქვა ეს არის გამტარი, მოდი ესე იყოს, ეს არის გამტარი. აქ არის დაკიდებული არის რაღაც ამ წერტილებში, ესე იგი A და B წერტილებში დაკიდებული არის. თქვათ ველი დენი სანამ არ გადის ამ გამტარში, მანამდე ეს არ გადაიხრება. ეხლა როდესაც ჩართეს ესე იგი დენი, მაშინ ესე იგი ეს გამტარი გადაიხრება და მოდით ეხლა მე დავხატავ არა მთელ გამტარს, არამედ აი ამაზე დავხატავ გვერდხეთს. ესე იგი ძალწირები ესე იქნება მიმართული როგორც არის და აქ მე გამომიჩნდება გვერდხედის შემთხვევაში მხოლოდ აი ესეთი სურათი, რომ აი ეს არის გამტარის კვეთი და ეს გადაიხარა რატო, ესე იგი თქვა, ახლა ამაზე მოქმედებს სიმძიმის ზალა mg, მოქმედებს აი ამ თოკების დაჭიმულობის ზალა T და აი ზუსტად რომ ამპერის ზალამ გადახარა, ესე იგი ეს გამტარი, ეს AB პატარა გამტარი გადახარა ვერტიკალიდან აი ალფა კუთხით. ეს არის ეს ამპერის ზალა. ნუ ახლა გადახარა და წონასწორობაშია, ხო? ესე იგი, ამიტომ ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი წონასწორობისთვის. რა გვექნება? mg ვექტორს პლუს დაჭიმულობის ზალა T პლუს ამპერის ზალა F ამპერი ეს უდრის 0-ს. კი ვამბობ ნიუტონის მეორე კანონი, მაგრამ აჩქარება არ აქვს, ეს რადგან წონასწორობაში, ამიტომ მარჯვენა მხარეში m-ას ნაცვლად დავწერე 0. ეხლა მოდი დავაგეგმილოთ, ესე იგი ეს განტოლება ორ ღერძზე. თქვათ ერთი იყოს, თქვათ x ღერძი აქეთ მიმართოთ და y ღერძი ზევით მიმართოთ. ეხლა მარცხნივ თუ მიმართავთ, ესე იგი ჰორიზონტალურად, ხო? ესე იგი გვექნება რომ აი ეს მდგენელი დაჭიმულობის ზალის, აი ნახეთ, აი დაჭიმულობის ზალის ეს მდგენელი დადებითი იქნება. ეს არის მოპირდაპირე კუთხე, ესე იგი T სინუს ალფა მინუს F ამპერისა უდრის 0-ს. ახლა ვერტიკალურად თუ დავაგეგმილებ, მაშინ მექნება T კოსინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. მოდით სხვანაირად გადავწეროთ, ესე იგი T სინუს ალფა უდრის F ამპერის ზალას, ხოლო T კოსინუს ალფა უდრის mg-ს. გავყოთ ესე იგი ეს განტოლებები, ზედა განტოლება ქვედაზე, T-თან გაიკვეცება, სინუსი კოსინუსზე გვექნება ტანგენს ალფა უდრის F ამპერისა შეფარდებული mg-სთან. ხო, ახლა რაც შეეხება ამპერის ზალას, მისი ფორმულა არის, როგორც ვიცით, B I L, ნუ ვწერთ ესე იგი სინუს φ. φ არის კუთხე გამტარსა და ნუ უბრალოდ დენსა და ძალწირებს შორის და დენსა და ძალწირებს შორის კუთხე φ არის 90 გრადუსი. ამიტომ ამ შემთხვევაში 90 სინუსი აღარ გვჭირდება. და მივიღეთ ფორმულა, რომ ტანგენს ალფა ეს არის B I L შეფარდებული mg-ზე. აქედან B-ს დავადგენთ. B იქნება mg ტანგენს ალფა შეფარდებული I-L-თან. ნუ ახლა აქ ალფა რო ვიცოდეთ ეს მასები და რაღაცები ამ რიცხობრივ მნიშვნელობასაც გავიგებთ.
ეგ იყო 892 ამოცანა. რვას 93 იყო გურიში. 893 იყო. აი 892 გამომჩნდა და ეხლა დავწერ. 892. ჰორიზონტალურად მოთავსებულ 20 სანტიმეტრი სიგრძისა და 4 გრამი მასის გამტარში დენის ძალა 10 ამპერია. იპოვეთ იმ მაგნიტური ველის ინდუქცია, მოდული და მიმართულება, რომელშიც უნდა მოვათავსოთ გამტარი, რომ სიმძიმის ძალა ამპერის ძალამ გააწონას ოროს. ესე იგი, მოცემულია, რომ ელი არის 20 სანტიმეტრი, ანუ 0,2 მეტრი, მასა არის 2 გრამი, ანუ 0,002 კილოგრამი, დენის ძალა გამოვალი გამტარში არის 10 ამპერი და უნდა დავადგინოთ მაგნიტური ველის ინდუქცია, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა მოვათავსოთ გამტარი, რომ ის წონასწორობაში აღმოჩნდეს. ხო, ახლა თქვა წარმოვიდგინოთ, რომ მე ისე ვთქვა ამ გამტარის განიკვეთს დავხატავ. მოდით პირველ რიგში ვნახოთ რა ძალები უნდა იმოქმედოს, რომ ის წონასწორობაში აღმოჩნდეს. ქვევით მოქმედებს mg ძალა, სიმძიმის ძალა და ზევით მოქმედებს ამპერის ძალა, F ამპერის. ხო, ახლა წონასწორობაში რო იყოს, ესე იგი ცხადია ამპერის ძალა უნდა იყოს mg ძალის ტოლი. ანუ ამპერის ძალა ეს არის BI L-ი, ტოლი უნდა იყოს mg-ი. აქედან B გამოდის ტოლი უნდა იყოს mg შეფარდებული IL-ზე. ეხლა იმისათვის რომ ამპერის ძალა აღმოჩნდეს, თქვა ზევით მიმართული, ხო, ჩვენ ახლა უნდა შევარჩიოთ მაგნიტური ველის მიმართულება. ესე იგი, აი წარმოვიდგინოთ, რომ ამ გამტარში დენი თქვა ჩვენგან ნახაზში შედის. ესე იგი, ეს ნახეთ როგორ ხატავენ ხოლმე. ესე იგი, ეს არის ეს წინა ნაწილი და უკან აქვს, ესე იგი, ამას ეგეთი რაღაცა, ესე იგი, თქვა სტაბილიზატორი რა, ესე იგი, რომ არ შეიცვალოს მიმართულება. სინამდვილეში ზოგჯერ სტაბილიზატორი, თქვა, წინიდან ისას რო შევხედოთ, წერტილი გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს წვეტი აქვს. და უკრიდან რო შევხედოთ ისარს, აი ესეთი ჯვარი გამოჩნდება, იმიტომ რომ სტაბილიზატორი შეიძლება ერთმანეთის, თქვა, პერპენდიკულარულად იყოს, ნახეთ, მიმართული, ესე იგი, აი ესეთი არის ხოლმე სტაბილიზატორი. ნუ სურათი მენემეც შეიძლება კარგი არ გამომივიდეს, მაგრამ აი რაღაცა ეგეთი რამე არის, თუ მიხვდით. აი ესე არის ის არის, აი ეს უკანა მხარე რო შევხედო, სადაც აი ბომბულებს უკეთებენ თუ რაღაცას რო დასტაბილურდეს, მაშინ ესე იგი ჯვარი გამოჩნდება. აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენგან ნახაზში შედის, ესე იგი დენი, ასე რომ დენის მიმართულებას წარმოვადგენ როგორც ისარს, მაგრამ ეს ის არის უკიდან უნდა დავხატო. ამიტომ გამოჩნდება ჯვარი. ესე იგი, ნახეთ როგორი სიტუაცია გვაქვს. დენი, ნახეთ შეხედეთ მარცხენა ხელს. ამპერის ზალა ვიცი რომ ზევით არის მიმართული, დენი ვიცი რომ ესე შედის ნახაზში, ამიტომ ძალწირები რომ ხელის გულში შედიოდეს, უნდა იყვნენ აი ესეთნაირად მიმართული. იმიტომ რომ ხელის გულში უნდა შედიოდნენ, ესე იგი მარჯვნიდან მარცხნივ. ხოლო სიდიდე ამ მაგნიტური ველისა ესეთნაირად შეიძლება დავადგინოთ. ხო, ეს იყო 892, ნუ მე-13 უკვე გაკეთებული გვაქვს. 894 ამოცანა. 8 სიგრძის აქტიური ნაწილის გამტარში დენის ძალა 50 ამპერია. გამტარი მოთავსებულია 20 მილიტესლა ინდუქციის ერთგვაროვან მაგნიტურ ველში. რა მუშაობას შეასრულებს დენის წყარო, თუ გამტარი მაგნიტური ველის ძალწირების მართობულად გადაადგილდა 10 სანტიმეტრით. ნუ ჩავწეროთ მოცემულობა, ეს იგი L იყო 8 სანტიმეტრი,
დენის ზალა არის 50 ამპერი, მაგნიტური ინდუქცია B არის 20 მილიტესლა და გადაადგილება S-ი არის 10 სანტიმეტრი და რა მუშაობას შეასრულებს დენის წყარო. მოდი ჯერ გადავიყვანოთ ეს ყველაფერი შესაბამის ერთეულებში, სისტემაში, ესე იგი 0,08 მეტრი, ამას არ ჭირდება გადაყვანა 20 მილიტესლა, ეს არის 20 10 მინუს 3 ხარისხად ტესლა, ხო? და 10 სანტიმეტრი 0,1 მეტრია. ნახოთ ეს ამპერის ზალის ფორმულა, ეს არის BEL, ალფა ამ შემთხვევაში 0-ის ტოლი არის, ისა 90 გრადუსის ტოლი არის და შესრულებული მუშაობა ეს იქნება ამპერის ზალა გამრავლებული S-ზე და გადაადგილებაზე. ამიტომ F-ს აქედან ვიპოვით, შევიტანთ აქა და ასთვის გვექნება BEL გამრავლებული S-ზე, არა გვერდოს, S-ი არის გადაადგილება. აი ამ მუშაობას შეასრულებს დენის წყარო. მოდით 895 ამოცანა გავარჩიოთ. აი შეხედეთ, აქ სურათზე მოცემული არის ელექტრონ სხივური მილაკი. ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ესე იგი, აი გვაქვს კათოდი, რომელიც ცხელდება და ამის გარშემო ხდება ელექტრონების ამოფრქვევა და წარმოიშვება ეგრეთ წოდებული ელექტრონების ღრუბელი. ესე იგი, ეს ყველაფერი ვაკუუმში არის მოთავსებული. ნახეთ, ესეთი რაღაცა არის. აი აქ არის ანოდი მოთავსებული, ეს ანოდი ნიშნავს, რომ ეს დადებითადაა დამუხტული. აქ ეს უარყოფითად არის დამუხტული და ნახეთ მაგნიტური ველი დახატულია როგორც ჯვრები. შეხედეთ, ჯვრები ეს ნიშნავს, რომ აი თითქოს ბევრი ისრები დავხატეთ და ამ ისრებს უკნიდან უყურებთ. და ხედავთ მათ სტაბილიზატორებს, რომლებიც ჯვრების სახით ჩანან. ესე იგი, ელექტრონები მოძრაობენ აქედან აქეთ. ესე იგი, ეს არის ელექტრონების მოძრაობის სიჩქარე. ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ ელექტრონებზე მოქმედი ძალა. ეხლა ჩვენ როდესაც ჩამოვაყალიბებთ მარცხენა ხელის წესი, იქ ჩვენ ვილაპარაკეთ დენის მიმართულებით უნდა 4 თითი მივმართოთ. ანდა როდესაც დენზე არ არის ლაპარაკი, არამედ დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზეა საუბარი, მაშინ 4 თითი უნდა მივმართოთ არა ნებისმიერი მუხტის მოძრაობის მიმართულებით, არამედ დადებითი მუხტის მოძრაობის მიმართულებით, ხოლო უარყოფითი მუხტის მოძრაობის მიმართულებით საწინააღმდეგოდ უნდა იყოს. ამიტომ მარცხენა ხელი, აი ნახეთ, აი ესეთნაირად უნდა განვალაგო, შეხედეთ, ხელის გულში შედიან ძალწირები, აი თუ ჩანს ესე, აი ხელის გულში შედიან ძალწირები, იმიტომ რომ ისრები შედიან ხელის გულში, 4 თითი მივმართე ელექტრონების მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით და ცერა თითი მიჩვენებს ამპერის ზალის მიმართულებას. ასე რომ აი ესეთნაირად იქნება მიმართული ამპერის ზალა. ეს ასე ვთქვათ, ამპერის მაგას სინამდვილეში ლორენცის ზალა ქვია, თუ მუხტებზე მოქმედ ზალაზე ვილაპარაკებთ, ეგ არის ლორენცის ზალა. მიმართულება ესეთი არის. ეს იყო 895. 890 B16 თქვენ თვითონ გააკეთეთ უკვე იმ განმარტებების გამოყენებით, რომელიც მე თქვენ იმ წუთში მოგიყვანეთ. 897. რა ძალა მოქმედებს 10 მეგამეტრ წამში სიჩქარით მოძრავ პროტონზე 0,2 ტესლა ინდუქციის მაგნიტურ ველში ინდუქციის წირების მართობულად მოძრაობის დროს. ესე იგი, მოცემულია, რომ V არის 10 მეგამეტრი წამში, ანუ ეს არის 10-ის 6 ხარისხად მეტრი წამში.
B ინდუქცია არის 0,2 ტესლა და რა ძალა მოქმედებსო, ესე იგი F-ი უდრის კითხვის ნიშანს. ესე იგი ეს იქნება ლორენცის ძალა. ლორენცის ძალის ფორმულა არის შემდეგნაირი. ეს არის QVB სინუს ალფა. ჩვენ შემთხვევაში ალფა არის 90 გრადუსის ტოლი, Q არის პროტონის მუხტი, რომელიც სიდიდით ელექტრონის მუხტის ტოლი არის, მაგრამ დადებითი არის. ესე იგი, აქ შეიძლება დავწეროთ ესეთი ეს მოდულში ავიღოთ, ესე იგი და პირდაპირ ამ ფორმულით, ესე იგი, პროტონის მუხტს ავიღებთ ცხრილიდან, ესე იგი და აქედან F ლორენცისა გვექნება Q ელექტრონის მოდულით V B. ასეთნაირად დავითვლით. 898 ამოცანა. მაგნიტურ ველში ინდუქციის წირების მართობულად 10 მეგამეტრ-წამის სიჩქარით შეიჭრა ელექტრონი. იპოვეთ ველის ინდუქცია თუ ველში ელექტრონმა 1 სანტიმეტრი რადიუსიანი წრეწირი შემოწერა. აი ხა ნახეთ რაზე არის აქ ლაპარაკი. ჩავწეროთ პირველ რიგში მოცემულობა, რომ V არის 10 მეგამეტრი წამში. ანუ ეს არის 10^6 მეტრი წამში. B არის ესე იგი 0,2 ტესლა. ხო და R რადიუსი წრეწირისა, რომელსაც ელექტრონი შემოწერს, არის 1 სანტიმეტრი, ანუ 10 - 2 ხარისხად მეტრი. ხო, ესე იგი, არა, ბოდიში, ველის ინდუქცია არ ვიცით, ზუსტად მაგას გვეკითხებიან. B არის კითხვის ნიშანი. ეხლა ნახეთ რა შეასაქმე. გავიხსენოთ მიმართულება ლორენცის ძალის. ესე იგი, მუხტზე მაგნიტური ველის მხრიდან მოქმედი ძალის. აი ჩვენ წესებს რო ვაყალიბებთ, ვამბობთ ეგეთ რაღაცას, რომ აი თქვათ მარცხენა ხელი ისე უნდა განვალაგოთ, რომ ხელის გულში ძალწირები შემოდიან, უნდა შედიოდნენ 4 თითი მიმართოთ დადებითი მუხტის მოძრაობის მიმართულებით და მაშინ 90 გრადუსით გაშლილი ცერა თითი გვიჩვენებს ლორენცის ძალის მიმართულებას. აი თქვათ ეს არის სიჩქარე, დადებითი მუხტის მოძრაობის სიჩქარე, ამ შემთხვევაში არ აქვს მიმართულება, მნიშვნელობა. და ამ ლორენცის ძალა სიჩქარის პერპენდიკულარული არის. ესე იგი, რადგან ძალა სიჩქარის პერპენდიკულარულია, აჩქარებაც სიჩქარის პერპენდიკულარული იქნება. რა შემთხვევა გვახსენდება, როდესაც აჩქარება სიჩქარის პერპენდიკულარულია? ეს არის, გავიხსენოთ, თანაბარი მოძრაობა წრეწირზე. აი ნახეთ, სიჩქარე ხების გასწვრივ იყო და აჩქარება იყო ცენტრისკენული და ეს რადიუსის გასწვრივ არის და ეს სიჩქარე ხების გასწვრივ არის და ეგენი ერთმანეთის მიმართ პერპენდიკულარულად არის განლაგებული. ამიტომ თუ ამას გავიხსენებთ, ადვილად მივხვდებით, რომ როდესაც მუხტი შედის მაგნიტური ველის ძალწირების პერპენდიკულარულად, ძალა ყოველთვის სიჩქარის პერპენდიკულარული იქნება და ნაწილაკი, დამუხტული ნაწილაკი იმოძრავებს წრეწირზე. ამიტომ ესე იგი, ამ შემთხვევაში ეს ლორენცის ძალა მიანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ნიუტონის კანონი ესეთნაირად, რომ ძალა უდრის m-ას. ეს ძალა არის რეალურად ლორენცის ძალა, F ლორენცის უდრის m-ას. A ცენტრისკენული. ესე იგი, QVB უდრის mv კვადრატ შეფარდებული რადიუსთან. ეს კვადრატი და ეს გაიკვეცება და აქედან B-თვის მივიღეთ ფორმულას. mv შეფარდებული qr-ზე. ამ შემთხვევაში ელექტრონზეა ლაპარაკი, ამიტომ q-ს მაგივრად შევიტანთ ელექტრონის მუხტის მოდულს ამ ფორმულაში.
899 ამოცანა. 001 ტესლა ინდუქციის მაგნიტურ ველში პროტონმა 10 სანტიმეტრი რადიუსიანი წრეწირი შემოწერა იპოვეთ პროტონის სიჩქარე. ანალოგიურად პროტონი არის, ესე იგი Q პროტონის უდრის ელექტრონის მუხტის ტოლი არის მოდულით, ეს დადებით დამუხტული არის. მაგნიტური ველის ინდუქცია B არის 0.01 ტესლა და რადიუსი, რომელიც მან შემოწერა, არის 1 სანტიმეტრის ტოლი, ანუ 0.01 მეტრის ტოლი. 0.01 მეტრის ტოლი. და უნდა ვიპოვოთ რა სიჩქარით შევარდა პროტონი. საქმე ის არის, რომ როგორც აქ წრეწირზე მოძრაობის დროს, თანაბარი მოძრაობის დროს, სიჩქარე არ იცვლება, ასევე მაგნიტურ ძალას არ შეუძლია სიჩქარის სიდიდე შეცვალოს. იმიტომ რომ ის სიჩქარის ყოველთვის პერპენდიკულარულია, ამიტომ ის მხოლოდ შეუძლია მაგან სიჩქარეს მიმართულება შეცვალოს, თორე სიდიდეს ის ვერ შეცვლის. ხო, დავწეროთ ესე იგი ანალოგიური ფორმულა, რაც წეგან დავწერეთ, ესე იგი QVB არის mv კვადრატი შეფარდებული r-ზე. ეს მასა არის პროტონის მასა, რომელიც ცხრილიდან შეგვიძლია ვნახოთ. ესე იგი, ცხრილში უნდა ვნახოთ. კვადრატი და ეს v გაიკვეცება და აქედან v გვექნება qbr შეფარდებული მასაზე. ეს იქნება ჩვენი გამოსათვლელი ფორმულა. ხო, ეხლა მე-900 ამოცანა. 10 მილი ტესლა ინდუქციის ერთგვარო მაგნიტურ ველში ინდუქციის წირების მართობულად შეიჭრა 30 კილო ელექტრონ-ვოლტ კინეტიკური ენერგიის ელექტრონი. იპოვეთ ველში ელექტრონის მოძრაობის ტრაექტორის სიმრუდის რადიუსი. ჩავწეროთ მოცემულობა B არის 10 მილი ტესლა, ესე იგი 10 მინუს სამხარისხად ტესლა. ელექტრონის კინეტიკური ენერგია W კინეტიკური არის, ესე იგი 30 კილო ელექტრონ ვოლტი. ესე იგი 30 10-ის მესამე ხარისხად ელექტრონ ვოლტი. ახლა ეს ელექტრონ ვოლტები როგორ უნდა გადავიყვანოთ? ჯოულებში შეგახსენებთ 30 10-ის მესამე ეს რაც იყო, ელექტრონ ვოლტი ეს არის ელექტრონის მუხტი 1.610 მინუს 19 ხარისხად კულონი გამრავლებული ვოლტზე. ესე იგი კულონი ვოლტზე, ესე იგი ეს უკვე ჯოული არის. ამიტომ მთლიანად ეს W კინეტიკური ტოლი გამოდის 3-ჯერ 1.610 ეს არის 4.8, აქ 1 0 გვაქვს, ესე იგი ეს 10-ის მეოთხე ხარისხი და 10 მინუს ესე იგი 15 ხარისხად ჯოული. ხო, აქ რადიუსს გთხოვენ. კინეტიკური ენერგია ელექტრონისა მოიცემა ფორმულით mv კვადრატ ნახევარი, ეს ელექტრონის მასა არის. თუ დაგჭირდა, ესე იგი ჩვენ სიჩქარეს აქედან დავადგენთ. ჩავწეროთ ესე იგი წრეზე მოძრაობას, როცა შედის ინდუქციის წირების მართობულად, ესე იგი ვიცით, რომ წრიულ მოძრაობას ასრულებს, იმიტომ რომ ლორენცის ზალა უდრის m a ცენტრისკენ გულს. ასე რომ Q ელექტრონის VB ტოლი არის m ელექტრონის V კვადრატი შეფარდებული R-თან. ეხლა აქ ეს მოდით რა გავაკეთოთ, იცით? 2-ზე გავამრავლოთ და გავყოთ. აი ეს არის კინეტიკური ენერგია. ამიტომ მივიღებ ფორმულას Q ელექტრონისა, მოდულით, რა თქმა უნდა, V-ზე და B-ზე
ეგ არის W კინეტიკური ორჯერ შეფარდებული რადიუსთან. აქედან რადიუსი ტოლი გამოდის W კინეტიკური ორჯერ W კინეტიკური Q ელექტრონის მოდულით V-ზე და B-ზე. მაგრამ V-ს პოვნა მაინც კინეტიკური ენერგიიდან დაგვჭირდა. V არის აი აქედან პოულობ კინეტიკური ენერგიას, ეს არის ორჯერ W კინეტიკური შეფარდებული M ელექტრონზე და ფესვზე აქედან. ასე რომ R-ისთვის გვექნება ორჯერ W კინეტიკური შეფარდებული Q ელექტრონის, აქ არის B და V-ს მაგივრად ორჯერ W კინეტიკური M ელექტრონზე. ახლა ეს შეიძლება გავამარტივოთ, აი S და S იქნება კვადრატული ფესვი კვადრატში, ესე იგი S ამასთან შეიძლება გავკვეთო. ესე იგი ეგ იქნება ფესვი ორჯერ W კინეტიკური Q ელექტრონისა B-ზე და ეს მასა ზევითავა ფესვი M ელექტრონისაზე. აი ამ ფორმულით შეგვიძლია დავადგინოთ რადიუსი. 9-1 ამოცანა. პროტონი და ალფა ნაწილაკი შეიჭრა ერთგვაროვან მაგნიტურ ველში ძალწილის მართობულად. შეადარეთ ნაწილაკთა მიერ შემოწერილი წრეწირების რადიუსები. თუ ერთნაირია მათი სიჩქარეები და მეორე ვარიანტში ერთნაირია მათი ენერგიები. ხო, მოდით პირველ შემთხვევაში, ესე გვაქვს ჩვენ პროტონი და გვაქვს ალფა ნაწილაკი. ალფა ნაწილაკი შედგება ორი პროტონისგან. ეს არის ჰელიუმის ორჯერ იონიზირებული ორი პროტონი და ორი ნეიტრონი აქვს. ესე იგი ალფა ნაწილაკს ორი პროტონი და ორი ნეიტრონი აქვს. ხო, ასე რომ, მასა მისი, ესე იგი 4-ჯერ მეტი არის, უხეშად რო ვთქვათ, ვიდრე პროტონის მასა. ესე იგი M ალფა არის 4-ჯერ M პროტონის. ხო, ეხლა თქვათ ჩავწერო ჯერ ზოგადად, თქვათ გვაქვს რაღაცა M მასის და მუხტის ნაწილაკი, რომელიც რაღაც V-სიჩქარით შედის, ესე იგი მაგნიტურ ველში ძალწირების მართობულად, ის იწყებს წრეწირზე მოძრაობას. და დავწეროთ, ესე იგი F ლორენცის ძალა უდრის M V კვადრატ შეფარდებული რადიუსთან. ლორენცის ძალა ეს არის Q VB უდრის M V კვადრატ შეფარდებული რადიუსთან. აი მოდით ახლა ეს ფორმულა გამოვიყენოთ ალფა ნაწილაკისთვის და პროტონისთვის. პირველ შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ სიჩქარეები ერთნაირია, ესე იგი V პირველი უდრის V მეორეს. მაშინ დავწერთ, ესე იგი, რომ Q ალფა ნაწილაკის VB არის M ალფა ნაწილაკის V კვადრატი შეფარდებული R ალფა ნაწილაკისაზე. ხოლო Q პროტონისა VB უდრის M პროტონისა V კვადრატი R პროტონზე. ხოლო რო გავყოთ ეგენი ერთმანეთზე, VB-ები გაიკვეცება, აქ V კვადრატები გაიკვეცება, მექნება მარცხენა მხარეს Q ალფა ნაწილაკისა Q პროტონზე უდრის M ალფა ნაწილაკისა M პროტონზე R პროტონის R ალფა ნაწილაკზე. აქედან ეს მაინტერესებს, ხო? R პროტონისა R ალფა ნაწილაკზე იქნება Q ალფა ნაწილაკი Q პროტონზე M პროტონისა M ალფა ნაწილაკზე. ალფა ნაწილაკის მუხტი Q ალფა ნაწილაკი არის ორჯერ Q პროტონის. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტოლი იყო სიჩქარეები. ახლა მეორე შემთხვევაში მასები არის ტოლი, ამიტომ მოდით ენერგიები არის ტოლი მეორე შემთხვევაში. იგი პირველ შემთხვევაში V1, V2-ის ტოლი იყო, ახლა დავწეროთ, რომ W1 უდრის W2-ს. ხო, ახლა ჩავწეროთ, ესე იგი, ისე ვთქვათ, ესე იგი ეს ფორმულა, უბრალოდ ნუღარ ვიგულისხმებთ, რომ ერთნაირი არის, ისენი რა ქვია, სიჩქარეები. მოდი დავიწყოთ ისევ აი ამ
ზოგადი ფორმულით, ესე იგი QVB ეს არის mv კვადრატი შეფარდებული r-ზე. გავამრავლოთ 2-ზე, შევაფარდოთ 2-თან. ეს mv კვადრატ ნახევარი, ეს არის ენერგია. ამიტომ მივიღებთ QVB არის W კინეტიკური 2-ზე შეფარდებული r-ზე. ხო და სიჩქარის ფორმულა მჭირდება მე ერთადერთი, რომ სიჩქარე არის კვადრატული ფესვი 2-ჯერ W კინეტიკურისა შეფარდებული მასაზე. შევიტანოთ ეს ამაში და მექნება Q ფესვი 2-ჯერ W კინეტიკური შეფარდებული მასასთან B-ზე უდრის W კინეტიკური 2-ზე და R-ზე. ახლა აი ამ ფორმულას დავწერ 2-ჯერ. მოდით გადავიტანოთ შემდეგ გვერდზე, მე ამას გადავწერ ეს ამ ფორმულას. Q ზოგადი ფორმულა რაც მივიღე 2-ჯერ W კინეტიკური მასაზე, B-ზე არის W კინეტიკური 2-ზე და R-ზე. ახლა ამას დავწერ მე პროტონისთვის და ალფა ნაწილაკისთვის. სხვაობა რაში არის? Q-ში და მასაშია სხვაობა, ენერგიები ერთნაირი აქვს. ამიტომ Q ალფა ნაწილაკის კვადრატული ფესვი 2-ჯერ W კინეტიკური m ალფაზე გამრავლებული B-ზე არის 2-ჯერ W კინეტიკური r ალფა ნაწილაკის. ახლა ქვეშ მივუწერ Q პროტონისთვის ფესვი 2-ჯერ W კინეტიკური m პროტონისა B-ზე არის 2-ჯერ W კინეტიკური r პროტონისაზე. გავყოთ ისევ ერთმანეთზე. ეხლა, B-ები გაიკვეცება, აი ეს ფესვებიდან 2-ჯერ კინეტიკური ენერგიები მარცხენა მხარეში გაიკვეცება, აქ კინეტიკურიები გაიკვეცება, რაც დაგვრჩა დავწეროთ. ეს იგი Q ალფა Q პროტონზე, აქ არის კვადრატული ფესვი m პროტონისა m ალფაზე, მარცხენა მხარეს მეტი არაფერი არ დაგვრჩა. ეს უდრის r პროტონისა r ალფაზე. ასე რომ აი ამ სიდიდეს ეს იგი პროტონის რადიუსს ალფა ნაწილაკის რადიუსთან ესეთნაირად დავადგენთ. ეს იყო 901 ამოცანა. აქ Q ალფა ნაწილაკისა არის 2-ჯერ Q პროტონის, m ალფა ნაწილაკის არის 4-ჯერ m პროტონის. ეს 4 შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ფორმულა. 902 ამოცანა. ელექტრონი მოძრაობს B უდრის 4 მილი ტესლა ინდუქციის ერთგვარ მაგნიტურ ველში. იპოვეთ ელექტრონის მიმოქცევის პერიოდი. პერიოდი არის კითხვის ნიშნის ტოლი. დავწეროთ, რომ ნიუტონის მეორე კანონი, ეს იგი ლორენცის ზალა, რომელიც მაგაზე იმოქმედებს, უდრის m-a ცენტრისკენული სტოლი არის. ლორენცის ზალა არის QVB, ცენტრისკენული არის m-v კვადრატი შეფარდებული r-ზე. ჯერ ესე დავწეროთ. ეს კვადრატი და ეს r-ი გაიკვეცება. მეორე მხრივ v ეს არის ომეგა გამრავლებული r-ზე. ომეგა კი არის 2π შეფარდებული პერიოდზე, გამრავლებული r-ზე. შევიტანოთ აქ რა გამოგვივიდა QB უდრის m-ი 2π შეფარდებული პერიოდზე, ესე იგი, r-ი და r-ი გაიკვეცება და აქედან v გაყოფილი r-ზე, აქვე შემეძლო დამეწერა, რომ ეს არის ომეგა და ომეგა არის 2π პერიოდთან შეფარდებული. ესე იგი, აქედან პერიოდი გამოდის 2πm შეფარდებული QB-სთან. ესეთი ფორმულა გამომივა. 903 ამოცანა. ერთგვაროვანი ელექტრული ველის დაძაბულობის წირები და ერთგვაროვანი მაგნიტური ველის ინდუქციის წირები ურთიერთმართობულია.
ელექტრული ველის დაძაბულობა 1 კილოვოლტ-მეტრია, მაგნიტური ველის ინდუქცია კი 1 მილიტესლაა. როგორი უნდა იყოს ელექტრონის სიჩქარის მიმართულება და მოდული, რომ იგი წრფივად მოძრაობდეს. ეს კი ელექტრული ველის დაძაბულობა E არის 1 კილოვოლტი მეტრზე, ანუ 10-ის მესამე ხარისხად ვოლტი მეტრზე, მაგნიტური ველის ინდუქცია B კი არის 1 მილიტესლა, ანუ 10 მინუს 3 ხარისხად ტესლა. როგორი უნდა იყოს ელექტრონის სიჩქარის მოდული და მიმართულება, რომ ის წრფივად მოძრაობდეს. ნუ ახლა აქ ერთადერთი ვარიანტი არის, რომ ესე იგი ამ ძალებმა ეგენი ერთმანეთი უნდა გააბათილონ. ხო, ნუ აქ ველები ერთმანეთის მართობულად არის. ნუ თქვა წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ელექტრული ველის დაძაბულობა E, მაგნიტური ველის დაძაბულობა ნუ პერპენდიკულარულია, თქვა ქვევიდან ზევით არის მიმართული, ეს არის B-ები. ხო? ეხლა ეს არის ელექტრონი, თქვა, ხო? ამ ელექტრონზე ელექტრული ველის მხრიდან მოქმედებს ძალა, რომელიც მიმართული არის მარჯვნიდან მარცხნივ. ეს არის Q ელექტრონის გამრავლებული E-ზე. ნუ მოდულით, ესე იგი, ჩვენ გვინდა რომ ლორენცის ძალა იმოქმედოს, ესე იგი, პირიქით მარცხნიდან მარჯვნივ. ესე იგი, ეს უნდა იყოს ლორენცის ძალა. ესე იგი, მაგათმა ერთმანეთი უნდა გააბათილონ. ეხლა როგორ უნდა იყოს მიმართული ელექტრონის სიჩქარე, რომ ლორენცის ძალა აღმოჩნდეს მარჯვნივ მიმართული. ეხლა ხელის გულში უნდა შედიოდეს ძალწირები, აი ნახეთ, ესეთი ვარიანტი უნდა იყოს. შეხედეთ, ხელის გულში შედის ძალწირები, 4 თითი უნდა იყოს სიჩქარის გასწვრივ, რადგან ეს უარყოფითი რადგან უარყოფითი მუხტი არის, იმის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს, ესე იგი, თქვათ, მაშინ ძალა მექნება, აი თქვათ, რო ყოფილიყო დადებითი, მაშინ ესე იგი მარცხნივ იქნებოდა ლორენცის ძალა, მაგრამ რადგან უარყოფითია, მარჯვნივ იქნება. ასე რომ ელექტრონი ნახაზიდან უნდა ამოდიოდეს, ჩვენსკენ უნდა გამოდიოდეს ელექტრონი. ეს დავადგინეთ. ეხლა მისი სიდიდე როგორ უნდა იყოს? ესე იგი Q ელექტრონისა E-ზე მოდული, ტოლი უნდა იყოს Q ელექტრონის მოდული, V B-ს ტოლი. ესე იგი, ეს Q-ები გაიკვეცება და V უნდა იყოს E შეფარდებული B-სთან. ესეც დავადგინეთ. ხო, 904 ამოცანა. დამუხტული ნაწილაკი მას სპექტრომეტრში ელექტრული ველის მიერ აჩქარდება KL მონაკვეთზე და B მაგნიტური ინდუქციის ველში მოხვედრისას E რადიუსის წრეწირს აღწერს. გამოიყვანეთ ნაწილაკის Q-ს M-თან კუთრი მუხტის გამოსათვლელი ფორმულა. თუ ამაჩქარებელი ძაბვა U-ს ტოლია, ხოლო ნაწილაკის საწყის სიჩქარე 0-ის ტოლად ჩაითვლება. ნუ აი მე გადავხატავ ამ სურათს. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რომ ეს რაღაცა კონდენსატორივით არის. ხო, ესე იგი, აქ თქვათ დადებითი მუხტი არის, აქ უარყოფითი მუხტი არის და აქ გვაქვს რაღაცა ნაწილაკი. ნუ აქ ხვრელი არის, ესე იგი, და რომელიც ამ ველის მეშვეობით, ესე იგი, აჩქარდება, ნუ თქვათ ეს ჩავთვალოთ, რომ დადებითი მუხტი არის, ელექტრული ძალა მას ააჩქარებს. აქ შეიძენს, აქ 0 ქონდა სიჩქარე ამ წერტილში, შეიძენს სიჩქარეს და აი ამ სიჩქარით აქ გამოვარდება. აი გარეთ უკვე მაგნიტური ველი დახვდება. ახლა აქ ხატია წერტილები მაგნიტური ველის ძალწირების. ეს ნიშნავს, რომ ისრებს უყურებთ, ხო? ხო და ნუ ამ ველში იმოქმედებს მასზე ლორენცის ძალა და ის დაიწყებს წერტილზე მოძრაობას. ეხლა მოდი ჯერ პირველი უბანი აღწეროთ. ესე იგი, აქ მოხდება ელექტრონის აჩქარება, ისა მუხტის აჩქარება. ნუ ალბათ სიმძიმის ძალას მხედველობაში არ მივიღებთ და აქ შეგვიძლია დავწეროთ, რომ QE ეს არის, ესე იგი, M
A-სტოლი, ესე იგი აჩქარებული მოძრაობა იქნება აქედან აქამდე. ეს არის წრფივი აჩქარებული მოძრაობა არის. ესე იგი თვითონ E ეს არის U შეფარდებული D-სთან. ანდა შეიძლება სხვანაირადაც დავწეროთ, რომ აი აქ რა ენერგია, იგივე აქედან გამოვიყვანთ, თქვათ აქ რა ენერგია შეიძენს, აი აქ. ეკნება mv კვადრატ ნახევარი, რომელიც ამ მუხტმა შეიძინა იმის გამო, რომ მასზე ელექტრულმა ველმა შეასრულა აი Q გამრავლებული U-ზე მუშაობა. ეს მუშაობა ველის მხრიდან უდრის Q U-სტოლია. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რა საწყისი სიჩქარე ქონდა აქ. ესე იგი, ეს mv კვადრატ ნახევარი უდრის Q-ს, ასე რომ v არის 2Q-U გაყოფილი m-ზე და ნუ ფესვი აქედან. აი ესეთი სიჩქარით ამოვარდა ეს ელექტრონი აქედან. ეხლა მაგნიტურ ველში რო შევა, მასზე იმოქმედებს ლორენცის ძალა, რომელიც მიანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას. ესე იგი, ახლა დავწეროთ მაგნიტურ ველში ნიუტონის მეორე კანონი. ლორენცის ზალა უდრის m-ად ცენტრისკენულს. ესე იგი, QVB უდრის mv კვადრატი შეფარდებული r-ზე. ნუ ეს v და კვადრატი გაიკვეცება, აქედან QB იქნება mv გაყოფილი r-ზე. ნუ თვითონ v-ს ფორმულა აგერა გვაქვს ჩვენ. ავიღოთ ესე იგი ეს სიჩქარე ამ ფორმულიდან, ესე იგი შევიტანოთ ამაში QB არის m გაყოფილი r-ზე ფესვი 2Q-U შეფარდებული m-ზე. ნუ ხლა აქ ფესვი გვიშლის ხელს, ამიტომ მოდით კვადრატში ავიყონოთ, ესე იგი ორივე მხარე Q კვადრატ B კვადრატი არის m კვადრატი გაყოფილი r კვადრატზე 2Q-U შეფარდებული m-ზე. ანდა ეს შეიძლება დავწეროთ, მოდით ორივე მხარე m კვადრატზე გავყოთ, ესე იგი Q კვადრატი m კვადრატი B კვადრატი არის 2Q-U შეფარდებული m-ზე და r კვადრატი. ესე იგი, Q გაყოფილი m-ზე აქა და S-ენი გაიკვეცება და Q გაყოფილი m-ზე ტოლი მექნება 2U შეფარდებული B კვადრატი r კვადრატზე. აი ესეთნაირად შეგვიძლია დავადგინოთ Q შეფარდებული m-თან, თუ ვიცით ამაჩქარებელი ძალა, ველის ინდუქცია და r-ი თუ ვიცით. 905. ნუ ეხლა აქ 905-ში რაზე არის ლაპარაკი? ეხლა თუ ჩვენ გვაქვს კოჭა, რომელსაც გულარი არ აქვს და მის მიერ შექმნილი მაგნიტური ველით თუ აღვნიშნავთ B0-ით, თუ კოჭაში შიგნით გვექნება გულარი, მაშინ B იქნება μ გამრავლებული B0-ზე. აი ესეთნაირად შეგვიძლია ვიპოვოთ მაგნიტური შეღწევადობა. ნუ აი 906-ზე რამდენჯერ შეიცვლება მაგნიტური ნაკადი თუ სოლენოიდის თუჯის გულარს იმავე ზომის ფოლადის გულარით შევცვლით, ესე იგი φ თუ არის, ესე იგი μ თუჯის B0 გამრავლებული S-ზე, ეს თუჯის შემთხვევაში φ ფოლადის იქნება μ ფოლადის B0 S-ზე. ნუ გავყოთ ერთმანეთზე და φ თუჯის φ ფოლადზე იქნება μ თუჯის μ ფოლადზე. ნუ ესეთნაირად გაკეთდება ის და 907 ამოცანა გადაგვრჩა ამ პარაგრაფში. გულარის გარეშე სოლენოიდის შიგნით მაგნიტური ინდუქცია 2 მილიტესლა. B0 არის 2 მილიტესლა.
ანუ 2 10 3 ხარისხად ტესლა. Გამოთვალეთ მაგნიტური ნაკადი თუ სოლენოიდში 100 სანტიმეტრი კვადრატი განიკვეთის თუჯის გულარს შევიტანთ, ესე იგი ნაკადს გვეკითხებიან. Φ იქნება μ თუჯის B0-ზე და S-ზე. აი ამ ფორმულით გამოთვლით, ესე იგი S-ი უნდა მეტ კვადრატებში გამოსახოთ.